მოგესალმებით, დღეს ეროვნულ ნაკრებზე ვისაუბრებთ. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ დაალაიკეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს დინამო არენაზე უმასპინძლა. ჩვენმა გუნდმა სტუმრები ანგარიშით 3-0 დაამარცხა. თურქეთთან განცდილი მარცხის შემდეგ ვილი სანიულის შეგირდებმა ბულგარეთი შინ დაამარცხეს და აქტივში პირველი ქულები ჩაიწერეს. რაც შეეხება ესპანეთს, როგორც მოსალოდნელი იყო ესპანეთმა შესარჩევი ეტაპი მოგებით დაიწყო და ბულგარეთის შემდეგ გასვლაზე თურქეთის ნაკრებიც 6-0 განადგურა. კარგი ის არის, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა არა ურთიერთშეხვედრებს, არამედ ბურთების სხვაობას ენიჭება, რითაც ჩვენი ნაკრები თურქებს ჯობნიან. ასე და ამგვარად, ეს ტური ჩვენთვის ორმაგად კარგი გამოდგა. საქართველომ ბულგარეთის 3-0 დაამარცხა, ხოლო თურქეთი ესპანეთთან 6-0 განადგურდა. როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ სექტემბრისთვის სანაკრებო მატჩებში თავი 2 გოლით გამოიჩინა. დინამო არენაზე ჩატარებულ თამაშებში კვარამ ჯერ 4 სექტემბერს თურქეთს, ხოლო 7-ში ბულგარეთს გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის პერფორმანს PSG-ს გამოეხმაურა. 2 მატჩი, 2 გოლი, წერს პარიზული კლუბის ოფიციალური გვერდი. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, რომელმაც ძალიან კარგი შეფასება მიიღო. ხვიჩამ ანგარიში გახსნა, თუმცა გოლის გარდა საუკეთესო იყო მოედანზე. მან 3-ჯერ დაარტყა კარისკენ. მის ანგარიშზე 5 წარმატებული დრიბლინგია და ყველა პირველ ტაიმში. მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ. პირველი ტაიმის საწყისი 20 წუთიანი ქაოსის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ბურთიც ხელში ჩაიგდო და ინიციატივაც და ნელ-ნელა დაიწყო მეტოქის ფეხბურთელების შეცდომებით სარგებლობა. განსაკუთრებით საშიში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პირველ ტაიმში მეტოქეები ნამდვილ ტერორში ამყობა. თურქეთთან ძალიან დასანანი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სწრაფად შეძლო რეაბილიტირება და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში დარჩა. ასეთი თამაში და ასეთი გამარჯვება ძალიან საჭირო იყო. ვილი სანიულმა, რომელიც თურქეთთან მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებული გახლდათ, სასტარტო შემადგენლობაში 2 ცვლილება განახორციელა, ხოლო 4-4-2 სქემა 4-4-3-ით შეცვალა. კაპიტანი გურამ კაშიას სკამზე დატოვა, კაპიტნის სამკლაურით კი მატჩზე ხვიჩა კვარაცხელია გავიდა. გიორგი წიტაიშვილი არათუ შემადგენლობაში მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა, ის ნიკა გაგნიძემ შეცვალა, რომელიც საყრდენი ნახევარმცველია. ამრიგად, მოედნის ცენტრში არა 2, როგორც თურქეთთან, არამედ 3 ნახევარმცველი ყავდა. კაშიას ნაცვლად ირაკლი აზაროვი გამოჩნდა, შესაბამისად ლუკა ლოჩოშვილი ფლანგიდან დაცვის ცენტრში გადავიდა და საბა გოგლიჩიძეს შეუწყვილდა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გამარჯვების ემოციებზე ისაუბრეს. გიორგი მამარდაშვილი თამაშიდან თამაშამდე უნდა მოუმატოთ, ყველა მეტოქეს განსხვავებული მომზადება სჭირდება. თურქეთთან რთული მატჩი გვხანდა, მაგრამ საბედნიეროდ დღეს გავიმარჯვეთ. პირველივე წუთებიდან მეტი კონცენტრაცია გვმართებს. უკვე მერამდენე თამაშია სტარტზე გვიჭირს, შემდეგ ვაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაში უკვე გვიანი აღმოჩნდა. დღესაც იყო შანსი საწყის წუთებზე გაგვეშვა გოლი, მაგრამ გადავრჩით. სანაკრებო პაუზას ბედნიერი შევხვდი, რადგან ნაკრებში თამაში მინდოდა. ვიცოდი რთული მატჩები გველოდა, კარგად იცით პრემიერ ლიგაში ადაპტირება როგორი რთულია. ვფიქრობ, ჩემთვის ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს. თავს ლივერპულის სრულუფლებიან წევრად ვგზნობ. იმედია სათამაშო დროც მალე მომეცემა. ხვიჩა კვარაცხელია, თურქეთთან მარცხის შემდეგ ეს კარგი რეაბილიტაცია იყო. მუდმივად გვეფიქრებოდა იმაზე, თურქეთთან მარცხის შემთხვევაში ახლა რა მდგომარეობაში ვიქნებოდით, მაგრამ ყველაფერი წინაა და უნდა მოვემზადოთ ოქტომბრისთვის მაქსიმალურად. ნაკრების კაპიტნობაზე ოცნებაც კი რთული იყო, ძალიან ბედნიერი ვარ. ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ სანამ კაშა ნაკრებში თამაშობს, ჩვენი კაპიტანი ის არის. ზურიკო დავითაშვილი. თურქეთთან მარცხის შემდეგ ასეთი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და კარგი გოლების გავიტანეთ. ახლა გუნდში პოზიტიური განწყობით დაბრუნდები და გავაგრძელებ შრომას, რათა შემდეგი სანაკრებო შესვენებისთვის კარგ ფორმაში ვიყო. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს კარიერაში, ნაკრებში ჩამოსვლის დროს განწყობისა და მოტივაციის პრობლემა არ მქონია და არც მომავალში მექნება. ამ მატჩში დისკვალიფიცირებული ვილი სანიულის ნაცვლად, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კვლავ ქრანგის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა ისაუბრა. თამაში შეაფასა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მატჩზე და მამარდაშვილზე. პირველ რიგში გილოცავთ ჩვენი ნაკრების, ასევე კალათბურთელების უდიდეს გამარჯვებას. ეს განსაკუთრებული დღეა. განსხვავებული თამაში ვიხილეთ, ვიდრე თურქეთთან იყო. ამისთვის ბიჭებს დიდი მადლობა, რადგან 2 დღეში მოახერხეს ძალების აღდგენა და სამწვრთნელო შტაბის დავალებები გაიაზრეს. გიორგი მამარდაშვილის დონის მეკარე რომ არ გვყავდეს, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა, რადგან პირველივე წუთზე 99%-იანი გოლისგან გადაგვარჩინა. კიდევ გავიმეორებ, რომ მამარდაშვილის სახით უდიდესი კლასის მეკარე გვყავს. გურამ კაშიას შესახებ. კაშიას დიდი მადლობა. ვეღარ ვითვლით უკვე რამდენი თამაში ჩაატარა ნაკრებში. თურქეთთან ჰქონდა ჩვეულებრივი ინდივიდუალური შეცდომა, მაგრამ დღეს ასაკიდან გამომდინარე არ იყო.
ქონდა ვილის მასთან საუბარი და გადაწყვეტილებაც მარტივი მივიღეთ. პროფესიონალი ფეხბურთელები არიან. განსაკუთრებით კაშოზე როცა ვსაუბრობთ, ის ჩემ დროსაც თამაშობდა. მომავალ მატჩებზე და ხვიჩას კაპიტნობაზე. ოქტომბერში 2 ძალიან რთული თამაში გველის, შემდეგ ნოემბერში კიდევ 2. მეორე ადგილის შანსი გვაქვს და სანან ეს შანსია მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. კვარას კაპიტნობას რაც შეეხება, მნიშვნელობა არ აქვს ეკეთება თუ არა სამკლაური, ის ისედაც გუნდის ლიდერია. კაშიას შემდეგ კიტეიშვილი, კაკაბაძე, კვარაცხელია არიან ვიცე-კაპიტნები. უბრალოდ კიტეი არ იყო და დღეს სამწვრთნელო შტაბმა გადავწყვიტეთ, რომ კვარა ყოფილიყო კაპიტანი. ჩემთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეკეთება სამკლაური. უშერდება რაც შეიძლება მეტი ლიდერი. პრობლემებზე. პრობლემები არსებობს და იარსებებს. ოქტომბერში 2 ურთულესი თამაში გველოდება და მაგ პრობლემებს იქ უფრო მეტად დავინახავთ. მაგრამ სამწვრთნელო შტაბი იმისთვის ვართ, რომ ეს პრობლემები შევამციროთ. კლასი ყოველთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს. თურქეთთან მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ბურთის სწრაფად და კარგად ამოტანა ვერ მოვახერხეთ. შანსებზე. ჩვენი შანსი დამოკიდებულია იმაზეც, სხვა გუნდები როგორ ითამაშებენ. მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ ძალიან რეალობას რომ არ გავცდეთ, როცა ესპანეთია ჯგუფში მეორე ადგილი და პლეი-ოფი დიდი წარმატება იქნება ჩვენთვის, როცა კონკურენტად თურქეთი ყავს. დღეისთვის უესიო, თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.